მოგესალმებით, პატრიოტებო მეგობრებო, მომავალი დღეს ეთერში მორიგი გადაცემა გეოპოლიტიკა, თქვენი მონამორჩილი თემა ზაქარ წამყვანი. გავაგრძელოთ საუბრები გეოპოლიტიკაზე. წინა გადაცემაში, როგორც აღნიშნე, ქართული სახელმწიფოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვიმყოფებოდით ამ საუკუნეების მანძილზე, თქვი რომ რუსეთის როგორც სახელმწიფოს ევრაზიულ ღერძად აღიარება გრძელდებოდა 2008 წლამდე. სანამ ჩვენ ამ თემას რო გავშლით, ცოტა ისე ისტორიას უნდა გადავხედოთ, რას ნიშნავს გეოპოლიტიკური თანამეგობრობის ურთიერთშეთანხმებები, რას ნიშნავს ეს გეოპოლიტიკური კონცეფციები. სახელმწიფოები როგორც წესი თავიდანვე ყოველთვის ცდილობდნენ ერთმანეთთან რაღაც ურთიერთობების დალაგებას, რაღაც ერთი დიპლომატიური ურთიერთობებით მშვიდობის დამყარებას და ყოველთვის იყო ეს ცდილობები, მაგრამ მე-20 საუკუნეში განსაკუთრებით გახდა აუცილებელი ზოგადად საერთაშორისო სამართალის დამყარება, სახელმწიფოებს შორის რაღაც შეთანხმებები, რომელიც უზრუნველყოფდა ნორმალურ განვითარებას ქვეყნებისა. ამის პირველი მცდელობა იყო ერთა ლიგის შექმნა და შემდეგ ეს მეორე მსოფლიო ომის მერე უკვე გაეროს ჩამოყალიბება, სადაც ქვეყნები გაერთიანდნენ რაღაც ერთიან მოცემულ პრინციპებზე და აქედან გამომდინარე დაიწყო ის საერთაშორისო სამართალის როგორც ასეთი ცნების ასე ვთქვათ დანერგვა ყველა ქვეყანაში და ერთმანეთის ურთიერთპატივისცემაზე აწყობილი ურთიერთობების დამყარება. გარდა ამ ყველაფრის საფუძველს, რა თქმა უნდა, წარმოადგენდა სწორედ გეოპოლიტიკური კონცეფციები. გეოპოლიტიკური კონცეფციები, რომლებიც სახელმწიფოებს შორის შეთანხმების მთავარი გეგმა, მთავარი სამოქმედო ალგორითმი და აქედან გამომდინარე ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა მორგებული იყო ყოველთვის აი ამ გეოპოლიტიკურ ინტერესებზე და გეოპოლიტიკური კონცეფციების აღსრულებაზე. ყველაზე უამრავი ბევრი სხვადასხვანაირი სახის გეოპოლიტიკური კონცეფციები იქნა მსოფლიოს მიერ შემუშავებული, მაგრამ ძირითადი გლობალური გეოპოლიტიკური კონცეფცია, რომელიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და შეიქმნა, ასე ვთქვათ, ამის აუცილებლობა გარკვეული სამწუხაროდ მაშინ მსოფლიო გაიყო ორ ბანაკად და ჩამოყალიბდა ორპოლუსიანი გეოპოლიტიკური კონცეფცია. ცივი ომის პერიოდი არის აი ამ ორპოლუსიანი სამყაროს განსახიერება. ანუ ერთ მხარეს იყო დასავლეთის ქვეყნები, დასავლური სამყარო, ერთი პოლუსი, რომელიც განსაზღვრავდა დასავლურ სამყაროს გეოპოლიტიკური ცხოვრების წესებს და მეორე მხარეს იყო საბჭოთა კავშირი და მის მიერ დაქვემდებარებული სატელიტი სახელმწიფოები, რომლებიც იყვნენ აი განაგებდნენ მეორე მხარეზე მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ცხოვრებას. ამ ორ პოლუსს შორის მიმდინარეობდა მართლაც ცივი ომი, ზოგჯერ სხვადასხვა ადგილებში ეს ცივი ომი ხდებოდა ცხელიც, მიმდინარეობდა ძალიან სერიოზული იდეოლოგიური ჭიდილი ამ ორ სამყაროს შორის და ყოველთვის ეს წარმოადგენდა გარკვეულ დაღს ასვამდა ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაზე, ვისაც იმ პერიოდში უწევდა ცხოვრება. ამას წინ უძღოდა ის, რომ თვითონ გარდა იმისა, რომ არსებობს გლობალური გეოპოლიტიკური კონცეფციები, არსებობდა კონცეფციები უშუალოდ კონტინენტებზე და რაც შეეხება ევრაზიულ კონტინენტს, აქ იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, ასევე შეთანხმებული გეოპოლიტიკური აზრი იმის შესახებ, რომ დასავლური სამყარო ნაწილია ევროპა, აღმოსავლური სამყაროს ნაწილია საბჭოთა კავშირი, რომელსაც ევროპული ნაწილიც უკავია, აღმოსავლეთ ევროპას უკავია, აზიის ქვეყნებზე გავლენას ახდენს და აქედან გამომდინარეობდა აი ამ ორ ბანაკს შორის დაპირისპირების და თან ურთიერთცხოვრების რაღაც გარკვეული წესების ჩამოყალიბების აუცილებლობა.
ჰელსინკის შეთანხმება როდესაც შედგა, ეს იყო აი ცდელობა, რომ ორი დაპირისპირებული ბანაკს შეუძლია მშვიდობიანი თანაცხოვრება. რა თქმა უნდა, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ომი არავის არ ჭირდებოდა, უკვე ატომური იარაღი არსებობდა, რომელიც იყო უკვე შეკავების ფაქტორი უფრო ვიდრე შეტევის, ამიტომ ეს ორი მძლავრი პოლუსი, რომელიც წარმოადგენს დასავლეთის და აღმოსავლეთის პოლუსები, იძულებული იყვნენ, ასე ვთქვათ, როგორც პრიჩა არის, ესეთი უდაბნოში ორი გველი მისრიალებს, ერთი შხამიანი, მეორე მახრჩობელა ვიცის, რომ შხამიან გველმა შეიძლება უკბინოს, ამიტომ არ ახლებს ხელს, შხამიან გველმა ვიცის, რომ მახრჩობელამ შეიძლება დაახრჩოს, ამიტომ და ასე მშვიდობიანად მისრიალებენ პარალელურად და თითქოს ერთმანეთს არ ერჩიან. ასე პარალელურად მიმდინარეობდა მსოფლიოს განვითარება ცივი ომის პერიოდში. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა სწორედ იდეოლოგიურმა წინააღმდეგობებმა, იდეოლოგიურმა ბრძოლამ და მენტალური შემადგენელი, რომელიც შეადგენდა მენტალობას ამა თუ იმ სამყაროს წარმომადგენლებს შორის. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არის გერმანიის მაგალითი, როდესაც გერმანია იყო გაყოფილი, ერთი ნაწილი იყო დასავლური ნაწილი, მეორე ნაწილი იყო საბჭოური და შესაბამისად ამ ერთ ერში იყო ორი დიამეტრულად სხვადასხვანაირი მსოფლმხედველობა. რას წარმოადგენდა ეს მსოფლმხედველობა და რატომ იყო ასეთი დაპირისპირება? ეს ამის გასარკვევად, რა თქმა უნდა, ჩვენ ცოტა სხვა ასპექტები უნდა განვიხილოთ და ეს სხვა ასპექტები პირველ რიგში და უპირველეს ყოვლისა არის დაკავშირებული ეკონომიკასთან. მარტო გეოპოლიტიკური სივრცეების მიტაცება სახელმწიფოებისთვის, აი ნებისმიერი იმპერია რომ განვიხილოთ, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მათ ეს მიწები შეენარჩუნებინათ. აუცილებელი იყო გარკვეული მენტალური ექსპანსიაც განეხორციელებინათ, რომ შემდეგ შეენარჩუნებინათ ის ხალხები მონობაში, რომლებსაც იპყრობდნენ. ევროპასთან თუ გვინდოდა მეგობრობა, ისინი ითხოვდნენ ჩვენს კათოლიკებას. ანუ რელიგია წარმოადგენდა მაშინ გარკვეულ მენტალურ იარაღს, პოლიტიკის შემადგენელი მთავარი ნაწილი იყო და რელიგიური წამსზე გადმოყვანა ამა თუ იმ ერისა, როდესაც მის მიწებს იპყრობ, ეს გარკვეული გარანტია იმისა, რომ ჩვენ ამ მიწებს დიდი ხანი შეინარჩუნებთ. და რუსეთის მიერ საქართველოს ექსპანსიასაც წინ უძღოდა, რა თქმა უნდა, რელიგიური ფაქტორი, რომელსაც ერქვა ერთმორწმუნეობა. ანუ საქართველო რომ დამთლიანებული იყო, მაგრამ დარჩენილი იყო და უშუალოდ სპარსეთის და ოსმალეთის საფარქვეშ, შიში არსებობდა იმისა, რომ ჩვენ ეს ქვეყნები გაიზრდებოდნენ, გავხდარიყავით მუსულმანები და ამიტომ გვერდდა, რა თქმა უნდა, ერთმორწმუნე რუსეთთან ყოფნა. ეს ერთმორწმუნეობა კი თავის მხრივ ძალიან სერიოზულ, ასე ვთქვათ, კითხვებს იწვევს, იმიტომ რომ რუსეთის ერთმორწმუნეობა დიდი ხანია გადაქცეულია პოლიტიკად და ამას აქვს თავისი საფუძვლები. კარგად არის ცნობილი, რომ ისტორიკოსებმა ეს საკითხი ჩემზე უკეთესად იციან, რა თქმა უნდა, მე ამ საკითხებს მხოლოდ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გადავუყურებ და ამიტომ მომთხოვთ რაღაც ისტორიული ფაქტების ზუსტ გადმოცემას და რაღაცა. ეს არის მხოლოდ გეოპოლიტიკური ხედვა. გეოპოლიტიკურად რას ნიშნავდა საერთოდ მოსკოვის რუსეთის მოსკოვიას გაძლიერება და რას წარმოადგენდა საერთოდ რუსეთი? ეს ამას უნდა შევხედოთ ძალიან ფუნდამენტურად. იმიტომ რომ აქ იმალება ძალიან ბევრი პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც დღესაც კი გვაქვს და რომელზეც დღესაც არ გვაქვს პასუხები და ამ თემებზე პრაქტიკულად არავინ არ საუბრობს. საქმე იმაშია, რომ მოსკოვის უკანასკნელი ჩინგიზოიდი მართველი, როგორც რუსები ამბობენ, იყო ბორის გოდუნოვი, ანუ სინამდვილეში ის იყო მურზა გუდუნი.
ბორის გოდუნოვის შემდეგ მოდის მეფედ ალექსეი მიხაილოვიჩ რომანოვი, რომელსაც გვარი რომანოვი მიენიჭა იმისთვის, რომ ის თითქოს მოსული არის რომიდან. ანუ ის რომაელი წარმომადგენელი. სინამდვილეში ის ალექსეი რომანოვი იყო უპროფინელი წარმოშობის. ანუ საუბარი რაზე გვაქვს? მოსკოვიას გაფართოვება არის პრაქტიკულად იგივე საზღვრებში მოქცევის მცდელობა, როგორც ჰქონდა ოქროს ურდოს თავის დროზე და მას ყავდა უბრალოდ თავისი მმართველები დანიშნული მოსკოვიაში, მას ყავდა თავისი წარმომადგენლები, რომლებიც ზრუნავდნენ იმპერიის შენარჩუნებაზე, თუნდაც სხვა სახელით. და სხვა სახელით იმიტომ, რომ გასაგებად კარგად ესმოდეთ, რომ აზიელი წარმოშობის მმართველებს ევროპის აღიარების მიღება ძალიან გაუჭირდება. ამიტომ აუცილებელი იყო გარკვეული გაევროპელება რუსეთის. ჯერ შევხედოთ თვითონ მოსკოვია საიდან იწყება. მოსკოვია იწყება 1157 წელს არის ოფიციალური თარიღი, მართლაც ის ანუ დავითის დროინდელ საქართველოსაც იყო მოსკოვი საერთოდ არ არსებობდა. მოსკოვი დაარსა კიევის თავადმა, რომლის გვარიც ასევე. ანუ როდესაც დავითის დროინდელი გეოპოლიტიკა გადავხედავთ, ანუ როდესაც საქართველოზე გადიოდა აბრეშუმის გზა, იმ პერიოდში კიევში იყო ოქროს გუმბათები, კიევი იყო ძლავრი სახელმწიფო, რომელიც იყო ევროპის შუაგულში განთავსებული და აი ამ სავაჭრო გზების მეშვეობით ისიც ძალიან სერიოზულად ვითარდებოდა. კიევს მართავდა თავადი, არა მეფე და ეს უკვე ბადებს ერთ კითხვას. მე პირადად ისტორიკოსებისგან ვიცი, რომ დავითის ერთ-ერთი წოდება იყო რუსთა მეფე. აი აქ საინტერესო მომენტია. რომელი რუსთა მეფე? მოსკოვია ამაშინ არ არსებობდა. რუსეთი თუ იყო, ეს იყო კიევი. შესაბამისად, კიევი და საქართველოს ურთიერთობა იყო გეოპოლიტიკური, ეს გეოპოლიტიკური ძმობის დონეზე, იმიტომ რომ ჩვენ ისევე ვჭირდებოდით უკრაინას, როგორც უკრაინა ვჭირდება ჩვენ, ამიტომ ჩვენ ეს გვქონდა ძალიან სერიოზულ დონეზე, ძალიან მაღალ დონეზე დაყენებული ურთიერთობები და კიევის თავადი პრაქტიკულად იყო საქართველოს პროტექტორატი. ძლიერი საქართველოს მეფის პროტექტორატი. რომელიც ახლა პროტექტორატობა იმ თვალსაზრისით, როგორც აი კოლონიის თვალსაზრისით განხილვა ნამდვილად არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც უკრაინელ მეზობლებთან ძმობის დონეზე გვქონდა ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენ ორივეს გვაწყობდა ერთმანეთთან ურთიერთობა და ეს საუკუნეები გრძელდება და ეს დღესაც ასე და ეს მომავალშიც ასე იქნება, უბრალოდ არც ის არ უნდა გვიკვირდეს, რომ ქართველი მმართველი ახლა კიევში ერთ-ერთი პოლიტიკოსია. ჩვენი ძალიან მჭიდრო გეოპოლიტიკური კავშირი გვაკავშირებდა ყოველთვის კიევთან. კიევი ქმნის არსებს მოსკოვს, როგორც აღმოსავლეთიდან შემოსული ბარბაროსული ტომების დასაცავ ბასტიონს. ანუ ყოველთვის ამ სიმდიდრისკენ ისწრაფოდნენ აღმოსავლეთ ტომები, იმიტომ რომ მოსწონდათ სადაც სიმდიდრე იყო, რა თქმა უნდა, დასაპყრობად მოდიოდნენ და ამ დასაპყრობის თავიდან ასაცილებლად მოსკოვი არსდება როგორც ერთ-ერთი ციხესიმაგრე, გარე ციხესიმაგრე, რომელმაც უნდა დაიცვას კიევი. აღმოსავლეთიდან წამოსულმა დიდმა ურდომ, რა თქმა უნდა, ეს წალეკა, ეს წყობა მას აქვს გაუჩნდა პრეტენზიები, მოსკოვიას გაუჩნდა თავადაც პრეტენზიები, რომ ყოფილიყო ძლიერი სახელმწიფო და იწყება მისი გეოპოლიტიკური ექსპანსია და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოსკოვს უნდა დაემორჩილებინა კიევი. როგორც წინა გადაცემაში აღნიშნე, მოსკოვიას მართავდა ყირიმის ხანი. ანუ ყირიმის ხანზე იყო დამორჩილებული მოსკოვი. და ეს დამოკიდებულება გრძელდებოდა ძალიან დიდი ხანი, პეტრე პირველის გამეფებამდე. თვითონ მოსკოვიას მართავდნენ
ჩინგისხანის შთამომავლები. ანუ ეს იყო ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ურდოს გაგრძელება. და ამ დროს იყო კიევი, რომელიც იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, დამოუკიდებელი ქვეყანა, გეტმანსში ერქვა, მჭიდრო კავშირში იყო პოლონეთთან, ლიტვის რეჩპოსპოლიტასთან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. შესაბამისად, თუ მოსკოვიას სჭირდებოდა, ასე ვთქვათ, დამკვიდრება მსოფლიოს ევროპის რუკაზე, მას უნდა მოემოქმედებინა ისეთი რაღაცა, რაც მას აღიარებდნენ როგორც სახელმწიფოდ. რუსები მოსკოვიას რუსეთს იხსენებენ, სადაც მე-15 საუკუნეში, მეტია ადრეც არა. და ამისთვის მოსკოვიას პირველი მეფედ თავს აცხადებს ივანე მრისხანე. ივანე მრისხანე აცხადებს მოსკოვიას როგორც ბიზანტიის მემკვიდრეს. ბიზანტია ევროპამ კარგად იცის, შესაბამისად ბიზანტიის მემკვიდრე ქვეყანაზე, რა თქმა უნდა, შეიძლება ვიღაცამ ყურადღება, ვიღაცამ კი არა ევროპამ ყურადღება მიაქციოს. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გამყარდეს რუსეთის მოსკოვიას მმართველობა. მას სჭირდება ამისთვის კიევი, მას სჭირდება ამისთვის კავკასია, მას სჭირდება ამისთვის გასასვლელი შავ ზღვაზე, გასასვლელი ბალტიის ზღვაზე. და ეს გეოპოლიტიკური მუტაციების, ასე ვთქვათ, ექსპანსია გრძელდება, იმიტომ რომ მოსკოვიას მთელი ისტორია არის დაყრდნობის ისტორია. ნოვგოროდი, კოლომბისი, უამრავი ეს ისტორიკოსების საქმეა. მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი მარტო მიწების დაპყრობა. საჭიროა კარგი ლეგენდა. კარგი ლეგენდა. ლეგენდა იმ თვალსაზრისით, რომ აი მე ვარ აი ესეთი ბიზანტიის მემკვიდრე სახელმწიფო, მე ვარ. და მონღოლური ურდოს წარმომადგენლები იბრალებენ მართლმადიდებელი სამყაროს მემკვიდრეობას. ახლა შეიძლება ეს სასაცილო ძღერდეს დღეს, მაგრამ ის სულაც არ არის სასაცილო, ეს იყო ყველაზე დიდი აფიორა, რაც კი გაკეთებულა კაცობრიობის ისტორიაში. რუსეთის იმპერიის ისტორია დაწერა კარამზინმა. სინამდვილეში მის სახელმძღვანელი კარამურზა. მან უბრალოდ აიღო კიევის რუსეთის ისტორია, ქართლის ცხოვრება, გადაწერა ეს ისტორია და გაასწავლა რუსეთის სახელმწიფოს ისტორია. რუსული ენა, რომელიც შეიქმნა ხელოვნურად შექმნილი ენა, შეიქმნა ევროპული ენებიდან, ქართული ენებიდან, სარგაბიგვებით ჩემო ვიფასებო. პირდაპირ მნიშვნელობით ქართული სიტყვები გადასულია რუსულ ენაში. კირიონ მეორის წიგნი არის ბრწყინვალე დოკუმენტი ივერიის კულტურული როლი რუსეთის იმპერიაში. ეს წიგნი იყო გამოცემული 1910 წელს და მეორე გამოცემა მოხდა 2005-ში. ყველას გირჩევთ ამ წიგნის საკითხვას, ყველას გირჩევთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საიდუმლოს აეხადა ფარდა კირიონის მიერ და როდესაც განმეორებითი ექსპანსიას აპირებდა უკვე საბჭოთა იმპერია, კირიონი მისთვის იყო ხელისშემშლელი პიროვნება და ის მოკვლული იქნა კიდევაც 1918 წელს. კირიონის მიერ სულიად გაცამტვერებულია მესამე რომის იდეა, ფიქცია, როგორც ის უწოდებს, სულიად გაცამტვერებულია საერთოდ ეს ისტორიული მონაცემები, რომელსაც რუსეთის ისტორიაში არის მითითებული და მინიშნებული აქვს, რომ პირდაპირ გადაწერილი აქვს ქართლის ცხოვრებიდან. ეს ჩემი მგონი არის ეს უდიდესი ნაშრომია ამ უდიდესი პიროვნების. ანუ შეიქმნა რუსეთის რუსული სამყაროს ლეგენდა, რომ ეს არის მართლმადიდებელი ქვეყანა, ეს არის ერთმორწმუნე ქვეყანა. ქართველ ერს შვენივად ახსოვდა, რომ რუსი არის მისი მეგობარი, კიევის რუსი არის მისი მეგობარი, მოსკოვის რუსი, კიევის რუსი, ახლა მის გარჩევაზე არავინ არ დაიწყებდა, მით უმეტეს როდესაც დაიწყო ეს ექსპანსია საქართველოსთან მიმართებაში, ისტორიის გაყალბებები და გადაწერები და ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია.
ამიტომ ეს გარდა მიწების მიტაცებისა იწყება მენტალური ექსპანსია რუსეთისა და რუსეთის იმპერია ფაქტობრივად იწყებს ეს რუსიფიკაციის პოლიტიკას ყველგან არა მარტო საქართველოში რა თქმა უნდა ახლა ჩვენ საქართველოს განხილავთ რუსიფიკაცია მიმდინარეობს უზარმაზარი ტემპებით უსტრაფესი ტემპებით და მიმდინარეობს ასე ვთქვათ ქართველი ელიტების მოსყიდვის პირდაპირ ირიბი თუ სხვადასხვანაირი მეთოდებით ილია ჭავჭავაძეს აქვს ჩვენი ნაწარმოებში რუს გენერალს რო ესაუბრება და ეკითხება ეს გენერალი რამდენი გენერალი ყავთ თქვენ ქართველებს ილია უპასუხებს 40-იან ასეთ პატარა ეს 40 გენერალი რა დამსახურებისთვის დამსახურება მხოლოდ ერთი ქართული ელიტა უნდა ყოფილიყო რუსული იმპერიის მსახური ამისთვის რუსეთის იმპერია არ იშუურებდა არც ჩინელებს არც ღვთამებს არც მონღოლების ჩუქებას და საერთოდ ძღვენებს და ასე შემდეგ თავარი იყო ქართველებს არ მომდმებოდათ დამოუკიდებლად ცხოვრება ეს გრძელდებოდა ბოლო 2 საუკუნე განსაკუთრებით დღესაც იგივე მცდელობები გვაქვს ჩვენ რუსული პროპაგანდა ამას გეუბნება რომ ჩვენთან უნდა იყოს და დასავლეთი გახსნილია და ასე შემდეგ ამ თემასაც განვიხილოთ ანუ საუბარი გვაქვს იმაზე რომ ჩვენი როგორც ქართველი ერის გეოპოლიტიკური დაპყრობა მოხდა როგორც სახმელეთო საზღვაო გზების შეზღუდვებით ასევე მენტალურად ანუ ჩვენ ქართველ ერს გვითხრეს რომ თქვენ არ ხართ დიდი არაფერი ყველაზე დიდი ერი თქვენი უფროსი ძმა არის რუსი და ამ რუსს უნდა დაუჯეროთ და მაშინ თქვენ გადარჩენთ ну ახლა სად პროპაგანდაში არ მინდა გადავარდნა და რუსული პროპაგანდის გაშიფრვები და რაღაცები არ მინდა დავიწყო მაგრამ ეს არის ის რეალობა რასაც ჩვენი წინაპრები არსებობდით და დღესაც ჩვენ იგივე პრობლემები გვაქვს მხოლოდ ფორმები შეიცვალა თორე არსი არ შეცვლილა რა თქმა უნდა რას ჩემი მიზანი როგორც ამ საქმის სპეციალისტის არის ის რომ ჩვენ ქართველებს უნდა გვესმოდეს რამდენად მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ ჩვენ თვითონ და არა რუსეთი რამდენად არა ბუნებრივად არის რუსეთს მიტაცებული ის მიწები ის ხალხები ის ერები რომლებსაც ისინი იძულებული არიან იმპერიის შენარჩუნებისთვის ისინი იძულებული არიან ეს ხალხები რაც შეიძლება ვთქვათ დაბალ დონეზე ამყოფონ სხვანაირად ისინი მორჩილებაში ვერ ამყოფებენ ამ ხალხებს ხო და აქ უნდა გავიხსენოთ ყველაზე ნიშანდობლივი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ისტორიული მომენტი საქმე იმაში რომ გულხელ დაკრეფილი არ იჯდა არავინ პირველები ამას შეეწინააღმდეგნენ პოლონელები 1612 წელს 100 წლის მერე შეეწინააღმდეგა შვედეთი 1709 წელს ჰქონდათ ომი რუსეთთან მერე იყო ნაპოლეონის შემოსევა რუსეთთან ნიშნულების და გეოპოლიტიკურ მიზანს ისახავდა ანუ ყველაც ევროპის ქვეყნები ცდილობდნენ შეეზღუდათ რუსეთ-მოსკოვიას გეოპოლიტიკური ამბიციები და ნაპოლეონის ლაშქრობაზე ღირს ცალკე ცოტა ყურადღების გამახვილება და რატომ თარიღებს მოვიყვან 1800 პირველ წელს საქართველოს უკვე იმპერიის შემადგენლობაში შევიდა 1804 წელს ფრანგული რევოლუციის ტალღაზე მოსული ნაპოლეონი ხდება იმპერატორი და მას იმპერატორად აკურთხებს რომის პაპი დავაკვირდეთ ამ თარიღებს რას ნიშნავდა რომის პაპის მიერ იმპერატორად ნაპოლეონის კურთხება ეს პრაქტიკულად იყო ევროპის გეოპოლიტიკური შეთანხმება იმ თემაზე რომ ნაპოლეონს მიეცა მანდატი ევროპის ძალების გამოყენებით გაეჭრა გზა აზიისკენ
ჩვენ წინა გადაცემაში გახსოვთ ვისაუბრეთ, რომ როდესაც აბრეშუმის გზა დაიკეტა, მაშინ საზღვაო ფლოტი განვითარდა და საზღვაო ვაჭრობა, მაგრამ საზღვაო ვაჭრობა მაინც ბევრად უფრო ძვირი დღიდებულება და მაინც სახმელეთო ურთიერთობები აუცილებელია. დღესაც აუცილებელია მიუხედავად ტექნოლოგიების განვითარების და ვინც არ უნდა გითხრათ, რომ სახმელეთო ინტერესები არ არსებობს და ეს ტყუილია, არ დაიჯეროთ, იმიტომ რომ ხმელეთის ურთიერთობები, სატრანსპორტო ურთიერთობები, რკინიგზა იქნება ეს თუ საავტომობილო გზები იქნება ეს თუ მაშინა ქარავნები იყო თუ რაღაცა, ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე რკინიგზით უფრო ნაკლები ტვირთის გადატანა შეიძლება და გემზე უნდა დაატვირთო ბევრად უფრო ძვირი დიდი რაოდენობის ტვირთები, ამიტომ რკინიგზაც საჭიროა, ავტომობილიც საჭიროა, სხვაც საჭიროა, მაგრამ სახმელეთო ურთიერთობა ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ თვითონ ნაპოლეონს აქვს ნათქვამი, რომ ახლა წარმოიდგინეთ, რომ რუსეთის მეფე მკვდარიაო და თბილისი დიდი ფრანგული არმიაო თბილისიდან და იქიდან შემოერთებული ნაწილებით, როგორ ჩავიდოდა განგის ნაპირებამდე. ანუ ნაპოლეონს მშვენივრად ესმის გეოპოლიტიკური დანიშნულება, რომ რუსეთის იმპერიას გადაკეტილი აქვს ევროპისთვის აზიისკენ მიმავალი გზა. უბრალოდ გადაკეტილი კი არ აქვს, ძვირია ევროპისთვის აზიასთან ვაჭრობა. და შუამავლად არის რუსეთის იმპერია. სწორედ ეს იყო გეოპოლიტიკური მიზეზი იმისა, რომ ნაპოლეონს როგორც ძლავრ მხედარ მთავარს ევროპამ პრაქტიკულად დაუთმო მთელი ევროპა და ერთადერთი ვინც ეწინააღმდეგება ნაპოლეონის ევროპაში არის რუსეთი. სუვოროვმა მოუწყო ალპებში შეტაკება ნაპოლეონს 1799 წელს. პოლონეთში ნაპოლეონი უბრალოდ შედის. თავისუფლად. ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ვინ და პოლონეთმა ზუსტად კარგად იცის, რას წარმოადგენს რუსეთი. ამიტომ რა თქმა უნდა ის ნაპოლეონის მოკავშირე. მაგრამ ამ დროს რა ხდება საქართველოში? ჩვენ უკვე ვართ იმპერიის ნაწილი. ქართველი დიდი მხედართმთავარი პეტრე ბაგრატიონი ებრძვის ნაპოლეონს. ახლა ის თავის ფუნქციას ასრულებს და მას ასე ვთქვათ, წმინდად სწამს, რომ ნაპოლეონთან შერკინებით ის ეხმარება საქართველოს. ნუ, რას ვიზამთ? ისტორიას გააჩნია თავისი ირონიები. სინამდვილეში ნაპოლეონი რომ გაეჭრა გზა აზიისკენ, აღდგებოდა აბრეშუმის გზა და საქართველო იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო. მაგრამ ეს მაშინ არ მოხდა. ეს არ მოხდა შემდეგ წლებშიც და გეოპოლიტიკური კონცეფცია, რომელიც ჩამოყალიბდა აი ამ მარცხების შედეგად, ჩამოყალიბდა, რომ ევროპისა და რუსეთის მჭიდრო კავშირი ქმნის კონტინენტურ წესრიგს. ეს გეოპოლიტიკური კონცეფცია გრძელდებოდა ნებისმიერი წყობის პერიოდშიც. იქნებოდა ეს რუსეთი თეთრი იმპერია, მეფისდროინდელი თუ საბჭოთა იმპერია თუ როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ევროპა აღიარებდა რუსეთს როგორც ერთ-ერთ შემაკავებელ, ასე ვთქვათ, მშვიდობის მომტან ფაქტორად ევროპასთან მჭიდრო კავშირში, გეოპოლიტიკურ კავშირში. ეს ჭყლიტავდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები საქართველოს და უკრაინას არ ქონდა სახელმწიფოს ქონის საშუალება. გეოპოლიტიკურად ჩვენ არ ქონდა ამის საშუალება. შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ ვერცვერავინ ვერ გვეხმარებოდა. დრო სამწუხაროდ შეზღუდული გვაქვს. შემდეგ გადაცემებიდან ჩვენ ვიწყებთ უკვე უახლესი ისტორიის ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ საუბრებს და რა თქმა უნდა, წასულსაც გადავწყვეტებით იმისთვის, რომ გავიგოთ უკეთესად დღეს და ხვალ რა ხდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.